სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაგარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ეხება სიცრუეს, ტყუილი. იცით, ცნებაში არის ცნება არ მოიტყუ, არ იცრო, ხო? არ გამოხვიდეთ სრულ მოწმეთ. აი ახლა ამაზე ძალიან ბევრს აინტერესებს ხოლმე კითხვა, რომ რატომ არის ზოგჯერ სიტუაციაში, სადაც ტყუილი გამართლებულია. და ხშირად მოაქვთ ხოლმე რაჰაბ მეძავის მაგალითი. ამაზე მე მგონი ჯონ მაკარტურმა თქვენს შეგიძლიათ მოძებნოთ ჩვენს ჩანაწერებში არის ამაზე პასუხი და ამასაც დავამატეთ ჩვენ. ამ ჩვენს კითხვებს ზოგჯერ 3ჯერ, შეიძლება 4ჯერაც იყოს გაცემული პასუხი ამას წინზე პიროვნებამ რაღაცა დამისვა, აინტერესებდა მას თუ სად იყო მითითება, რომ ღვთლობის ინსტიტუტი უკვე გაუქმებულია. აინტერესებდა ბატონ თეოფილესი და ბატონ ჯონ მაკარტურის საუბრები და მე ამოუყარე ბატონ თეოფილეს მინიმუმ ალბათ 5 თუ 6 ქონდა ამაზე ნალაპარაკები, როცა ჯონ მაკარტური უკვე აკრიტიკებდა უფრო კათოლიკურ სივრცეში ამას. კათოლიციზმის კრიტიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი ასევე მანდაც მღვდელი, რასაც უძახიან პრისტი და აქ პასტორს ეძახიან ხომ, უფრო მასწავლებელი არის ბიბლიის, ქადაგებელი და იქ კიდე მღვდელი. აი როგორც არის საქართველოშიც ხო ღვთლობის ინსტიტუტი და ისინი ამბობენ რომ მათ გარეშე ღმერთი ამ ცეცხლს რაც არის წმინდა ეს მათი მადლი არ გაატარებს ღვთლის გარეშე. ხედავთ რა არის ასევე კათოლიციზმში ეს აუცილებელი არის ზიარების დროს, ნათლობის დროს. ეს არის შუამავალი ერთგვარად. რაც პროტესტანტში ესეთი რამე არსებობს. პროტესტანტში პირდაპირ გახსნილია, როგორც ამას გვეუბნება ებრაელთა წერილი, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მან გაგვიხსნა ჩვენ წმინდათა წმინდა, ფარდა გაიხა და ჩვენ პირდაპირ შევდივართ, როგორც ჩვენა ვართ უკვე წმინდა სამღვდელოება, ამას გვეუბნება პეტრე. და ჩვენ გვოცა ეგ მანდატი, რომლებიც ამას მართლმადიდებლებს რომ უსვენოთ, მაგ პეტრეს წერილზე მაგენი ამბობენ, რომ აი ეგ ჩვენზეა საუბარიო. როცა მორწმუნეები ამბობენ, რომ ეს ჩვენზეა, ყველაზეა საუბარი. შენ წმინდა სამღვდელოების ნაწილი ხარ და ყველას მიმართავს პეტრე. ასე რომ ეს განსხვავება და ასევე არის სიცრუის ამ კითხვასთან დაკავშირებითაც, ნახეთ როგორ არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები ადამიანის. აი მოდით მოусვენთ ხო ჯონ მაკარტური რას ეტყვის რაჰაბ მეძავთან დაკავშირებით. რაჰაბის მიერ ორი ჯაშუს გადასარჩენა ტყუილის თქმა არასწორი იყო და ამას სვავს ძალიან პატარა ბავშვი. მე ვიცი ეს ვიდეო, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ 55 ნაწილი ამ კითხვა-პასუხებიდან და პატარა ადამიანი გოგონა არის შელბი სინკლერი. გამარჯობა, მე შელბი სინკლერი ვარ. გამარჯობა შელბი. იესონავეს ზეს წინში. რაჰაბის მიერ ორი ჯაშუს გადასარჩენა ტყუილის თქმა არასწორი იყო? ზოგიერთი ქრისტიანი ვისთანაც მე ვსაუბრობ, არ ეთანხმება ტყუილს. ზოგი ამბობს, რომ ღმერთი ხედავს შენს გულს და თუ იტყუები საფუძვლიანი მიზეზით, მაგალითად, სურპრიზ წვეულებას მართავდა ვინმე კითხავს, ჩემთვის სურპრიზ წვეულებას მართავენ? და შენ პასუხობ, არა, შენთვის სურპრიზ წვეულებას არ მართავენ. ყოველთვის არასწორია ტყუილის თქმა, თუნდაც ვინმე სიცოცხლის გადასარჩენად? აი პატარა ბავშვს აინტერესებს, იცით, სურპრიზ წვეულება, surprise parties რო იმაშვებიან, რომ ადამიანს იმიტომ უკეთებენ ამას, რომ არ უთხრან, ხო, დაბადების დღეზე ხშირად ხედება ხოლმე, რომ შევლენ და შუქია ჩამქრალ და უცებ აუნთებენ, ხო? და ნახეთ ბავშვი როგორ იმას სვავს კითხვას, აწუხებს. ნახეთ პატარა ბავშვი რო ყალიბდება, ხო, ესეთ სფეროში, ესეთ სივრცეში, მას ბავშვობიდან ასწავლიან, რომ სიცრუეს არ არის სწორი. და მე ვიტყვი კიდე დამატების თვალსაზრისით, აი კანადა, ხომ არის კანადა, ხო? და პირველად კანადაში ვიგრძენი ეს, ავსტრალიაშიც განვიცადე ეს, როგორ იჯებოდა სიცრუე, პიროვნებამ რომელმაც მართვის მოწობა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ავსტრალიაში, ქრთამის მიცემით აიღო და როგორ იხსენებს, რომ ყოველ ჯერზე კანონი როგორ თითქოსა ცოცხალი კანონი მას დაძდებდა და მუდამ ჟიდა. სხვადასხვა საშუალებებით, ხო, სიჩქარის გადაჭარბებით და იმით, რომ არის ქვეყნები და კანადაში ეს პირველად ვიგრძენი მე, რომ ორ მცნებაზეა კანადა. არ იცრუო და არ მოიპარო. აი გეუბნებით რა კანადის
იმებს განსაკუთრებით როცა საქმე მიდგება სახელმწიფო სამუშაოებზე, სადაც მეც მომიწია და მიწევს მუშაობა, სადაც ნათქვამი იყო ბილეთებს ყიდიდნენ და მაშინ ნახტფულთან შეხვედრა ქონდათ. პიროვნება, რომელმაც ავარიაში რამოდენიმეჯერ მოყვა, ერთი პიროვნება ავტობუსში შეუვარდა ქალბატონი, მოკვდა კიდევაც შევთხოვით რა თქმა უნდა, უკან გადაუარა და გარდაიცვალა ეს ქალბატონი, სამსახურიდან არ გააგდეს. ესე იგი, იმიტომ ეს შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი, არც ნასვამი ყოფილა არაფერი. და მას არ მიცეს უფლება რომ ეტარებინა, მაგრამ და სხვა სამსახურზე გადაიყვანეს იგივე კომპანიაში. წარმოგიდგენიათ, მაგრამ პიროვნება, რომელმაც ბილეთები გააყიდა და ფული ჩაიჯიბა, ხო, ჩვენთან ავტობუსში, იმ წუთშივე გაუშვეს. პიროვნება, რომელიც მოიტყუა, რომ შვებულებაში ავადმყოფობის დღე ქონდა და ამერიკაში გადავიდა, გაუგეს და ეგეც სამსახურიდან გაუშვეს. ჩვენ გვითხრეს, რომ არ მოიტყუო და არ იცრუო. ასევე ემიგრაციას რო გავდიოდი ჩვენ, მახსოვს, და ეს არის კანადა, რომ არ უნდა იმას აქ მოიტყუო, იმიტომ შედის ყველაფერი ფაილში. და ამაზე აგებული. ხედავთ რამ გამოიწვია ახლა ეს ინდიელებმა დატოვეს კანადაში ეს წესი? ვინც ცხოვრობდა აბორიგინელები? ან კიდე რომ ველაპარაკი ინდოელს და სიქხებს, ჩვენ პირდაპირ რელიგიაში გვაქვს მოპარვა, რომ ამართლებს რელიგია. წარმოგიდგენიათ, კასტური სისტემა რო აქვს მანდ. წარმოგიდგენიათ და ტყუილი და კორუფციას მიაქვს ყველაფერი. ასევე გადახედეთ ხა მართლმადიდებლური სივრცე, სადაც ესეთი დიხოტომია, სადაც დაუსჯელობის სინდრომია და ასევე კათოლიციზმშიც. ამას ვერ ნახავთ. მაგრამ თუ გადახედეთ პროტესტანტულ ქვეყნებს, აი შეადარეთ კანონმორჩილება და კონსტიტუციური უზენაესობა სად უფრო არის. აი ხო გითხარით დახედეთ პატარა ბავშვი სვავს ამ კითხოს, იმიტომ რომ შიგნიდან იწყება შენში შინდის სინდისი. ესე იგი გეუნებად შობილმა გაგზარდა იმაზე რომ არ მოიტყუო, ბიბლიაში წერია, ხო? არ გამოხვიდეთ სრუმოწმოთ, იგივეა ესა, ხო? ხო და ბავშვს აინტერესებს ხო, როცა ეუნებიან მეგობრები, რომ სიურპრიზის ეს არის, წვეულება არის და როცა შეგეკითხებიან, თუ შეგეკითხა შენიდან ვიღაცა, ხო არ მართავენ, შენ უნდა უთხრა არა და ბავშვი გახლეჩილია. ხედავთ როგორ არის განსხვავება? ნახეთ ბავშვი როგორ იმაშვება. ამაზე სწორი ახლა რო უთხრა რომ და ტვინიაური. აბა ნახოთ ახლა ჯონ მაკარტონი როგორ უპასუხებს. ესე იგი ბავშვი ესე დაამთავრა, ყოველთვის არასწორია ტყუილის თქვა, თუნდაც ვინმე სიცოცხლის გადასარჩენა და ჯონ მაკარტონი ბავშვს ნება მომეცით რაღაც გითხრათ შელბი. მე კითხვას დაგისვათ. სჭირდება ღმერთს თქვენი ტყუილი თავისი ნების ასასრულებლად? არა. პასუხობს შელბი. დიახ, მეც ესე არ ამგონია. რა მოხდებოდა ახლა რახაბს რომ სიმართლე ეთქვა? ღმერთს ჯაშუშების გაქცევა თუ სურდა, რახაბს სიმართლე რომ ეთქვა, ჯაშუშები სხვა გზით გაიქცეოდნენ. ხომ რა თქმა უნდა, ესე იქნებოდა, ხო? ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. ამიტომ ღმერთს ჩვენი ტყუილი არ ჭირდება. არ შენი, არ ჩემი არავისი. ღმერთს არ ჭირდება სიცრუე. იგივე კითხვა დასვეს, მახსოვს, რომელიც ამ წმინდა წერილის ადგილს ეხება. გახსოვთ კორი ტენბაუმის ისტორია, რომელიც ჰოლანდიელი ქალბატონი იყო და ნაცისტების მოსვლისას ქრისტიანებს სახლში მალავდა. ასე რომ აშკარა ტყუილი არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას ყველაფერი არ უნდა უთხრათ და ვისწავლოთ სიჩუმე. არ არის საჭირო ადამიანს უთხრა. სხვათა შორის გაიგე შენი სიურპრიზის შესახებ? როცა წვეულებაზე იყო ლაპარაკი. მე ვიცი რომ ამის შესახებ შენ უნდა იცოდე. ასე რომ ამის თქმა არ არის საჭირო. ზედმეტი ლაპარაკი არ არის საჭირო. არ არის საჭირო სახლიდან გასვლა და თქვა, სხვათა შორის გესტაპო აქ არის ქრისტიანები იატაკქვეშ იმალებიან. ამიტომ ყველას ყველაფერი ჩვენ არ უნდა ველაპარაკოთ. თუ არ კითხავენ, არ არის საჭირო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ კონკრეტულ რამეს კითხავენ, შეგიძლია სიმართლე თქვა და მიენდო, რომ ღმერთს მაინც შეუძლია თავისი განზრახვების შესრულება შენი ტყუილის გარეშეც. მას ეს არ ჭირდება. გასაგებია შელბი. ძალიან კარგი კითხვა ძვირფასო, გმადლობ. შენ შეგიძლია ამის თქმა შელბი. ასევე შეგიძლია შელბი, რომ უთხრა ადამიანს, მე არ გეტყვით. ესეც ისწავლეთ. არ გეტყვით ან დუმილი. არ მინდა რომ გითხრა რომ მოგატყუო. აი ესეც ისწავლე შელბი. მადლობა კითხვისათვის.